მედია წიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში ეს პროექტი მესამე წელია მიმდინარეობს. დღეისათვის მედია წიგნიერებას როგორც ცალკე საგანს უკვე 300-მდე სკოლა ასწავლის, საჯარო სკოლა და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მასწავლებლების ინტერესი მოთხოვნა მიმართულებით არის მზარდი. We have seen some excellent progress in terms of engaging the school children in digital literacy, equipping them with skills so that they can better navigate the digital space, ensure that they can also use and apply technologies and use the information that they gather in an effective and productive manner. ვინაიდან ინტერესიც იყო ძალიან მაღალი მოსწავლეების და საჭიროებაც არსებობდა, გადავწყვიტეთ, რომ ამ ინიციატივას შევერთებოდით და დავიწყეთ ამ საგნის შეტანა, როგორც არჩევითი საგანი მე-10 კლასის ფარგლებში. შესაბამისად, გარდა ამისა, აღნიშნული საგანი იძლევა შესაძლებლობას, რომ აქტიური სწავლების მეთოდები გამოვიყენოთ, მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო შევქმნათ. ამაში, რა თქმა უნდა, გვეხმარება სახელმძღვანელო, რომელიც უკვე არსებობს. მე როგორც მედია წიგნიერების მასწავლებელი დავასახელებდი უპირველესად კრიტიკული აზროვნების უნარებს, რომლის ჩამოყალიბებაშიც დამეხმარა მედია წიგნიერების სწავლება. მისი მრავალფეროვანი რესურსებისა და პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით მოსწავლეებს განუვითარდათ უნარები, მოეხდინათ ჭეშმარიტი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის ერთმანეთისგან გამიჯვნა. მედია წიგნიერება დამეხმარა ინფორმაციასთან მუშაობაში, მის დამუშავებასა და გაანალიზებაში. ასევე ამ პროცესში გამიმევითარდა კრიტიკული აზროვნება, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. კრიტიკული აზროვნების განვითარების შემდეგ უფრო მეტ კითხვებს ვსვავ, ვინ რატომ ავრცელებს ამას, რა არის მიზეზი.